სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატურთას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ისევე ხდება ვაქცინაციას, რელიგიური მოტივებით შეგვიძლია უარის თქვა კოვიდის ვაქცინაზე. კითხვა სვავს ნილი. სხვათა შორის ნილი ამბობს და მეც გამახსენდა, ჯონ მაკარტური რამოდენიმე კვირა არ გამოჩნდა, მე მგონი კოვიდიც დაემართა ჯონ მაკარტურს. და რო დაბრუნდება ნილსაც გაუხარდება და ესეთ რამეს ეუნება. სალამი პასტორ ჯონ, მე ნილი მქვია, ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა დღეს დილით. თქვენ ეკლესია კარგ ხელში დატოვეთ თქვენი არ ყოფნის დროს. ჩემი კითხვა გამოწვეული იმ მამაკაცებით, რომლებმაც მე მომართვეს და მთხოვეს ხარი დამეჭირა მათთვის სამედიცინო და რელიგიური გათავისუფლების კოვიდის ვაქცინაციიდან რელიგიური გათავისუფლების მოტივის მოთხოვნის საკითხში. მე მგონა ძალიან კარგი იქნებოდა ნაყოფიერი თუ პირდაპირ მოვისმენდით თქვენიდან თუ როგორ შეიძლება რა მოტივებით შეიძლება რელიგიურად დავასაბუთოთ რომ ეს არ დააკისრონ მათ. ჯონ მაკარტური პასუხობს. მადლობა ნილ, ძალიან კარგი კითხვა და რეაქციად ყურადღება რომ მეც ვაგვერდებოდი თავიდან ჯონმაც არ იცოდა ამ ვაქცინის შესახებ ბევრი რამ. და ვაქცინა მას წარმოდგენა ქონდა როგორც გრიპის ვაქცინა და უფრო იოლად უყურებდა ამ საკითხს და შემდეგ როდესაც უკვე კვლევები დაიდო თანამოვლენებთან ასევე ის თუ როგორი საექსპერიმენტოდ როგორ იმაშვებოდნენ ლაბორატორიაში რას იყენებდნენ უკვე კრიტიკული გახდა ძალიან ჯონ მაკარტურიც მინდა რომ უბრალოდ შენიშნა იმას გიქნათ მიგანიშნოთ დიახ ჩვენ ხშირად გვაქვს ესეთი კითხვები აგზელებს ჯონ მაკარტური რაც რომ ყველამ ვიცით და ჩვენ უხუცესებმაც ეკლესიისამ შეადგინეს განცხადება statement-ი ქვია ამას გრეისის სათემო ეკლესიამ მზადაა დაგიჭიროთ ხარი თუ ეს თქვენი რწმენით არის მოტივირებული ამ განცხადების ასლის მიღება შეგიძლიათ ეკლესიის ოფისში ეხლავე და ძირითადად შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი გზით სადაც გჭირდებათ სამსახური იქნება სასწავლო სადაც გინდათ ზოგიერთი კომპანია ვიცი რომ ამას არ ეთანხმება ზოგი ეთანხმება ფიქრობ ამისათვის ბიბლიური საფუძველი სრულიად არსებობს. ერთ-ერთი რამ რაც ადამიანს უსაზღვროდ აწუხებს არის ვაქცინების ექსპერიმენტალური ნაწილი, რომელიც იყენებს ახლად ჩასახული ნაყოფის ქსოვილს, ანუ აბორტირებულ ბავშვებს. ეს თავისთავად საკმარისია იმისათვის, რომ თქვენი სინდისის გამო, რწმენის სინდისის გამო თავი დააღწიოთ ამას და უარი თქვოთ ამაზე. ასევე თქვენ ხართ თქვენი სხეულის დამცველი, რომელიც უფლის არის. ჩვენი სხეული ჩვენ არ გეგვდის, ეს უფლის ტაძარია, ასე არ არის? და არ გსურთ რომ თქვენი სხეული დაუთმოთ ისეთ რამეს, რამაც შეიძლება დააძიანოს ეს ტაძარი. ჩვენ ურჩევთ ადამიანებს თავი შეიკანონ ნარკოტიკებისაგან, ალკოჰოლისაგან, ყველაფრისაგან, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენ სხეულს. ასე ანალოგიურად ვაქცინის შემთხვევაშიც. რა თქმა უნდა, აქ ცოტა დაბნეულობა, იმიტომ რომ ეხლა ხან დაიწყო ეს ვაქცინაცია და ვაქცინაციასთან გარკვეული კითხვები არსებობს. და უკვე შიში არსებობს იმისა, რომ შეიძლება ამან ზიანი მიაყენოს თქვენ სხეულს. და ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს. მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში VAERS-ი არის ორგანიზაცია, რომელიც თვალს ადევნებს ნებისმიერი ვაქცინების უკურიაქციებს და უკუჩვენებებს, თამდენ მოვლენებს. ეს სპეციალური ორგანიზაცია ყოფილა VAERS, ესე იწერება ინგლისურად. და მათ სოციოლოგიურ კვლევებში, მათ გამოკვლევებში არსებობს ძალიან დიდი რეალობა, რაც ამბობენ, რომ პროცენტი შეიძლება 1/1000-იც იყოს. ასე რომ კიდევ ერთხელ თქვენ გაქვთ პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე, რომ არაფერმა დააზიანოს თქვენი სხეული, რომელიც მისი დიდებისა და პატივის ჭურჭელია. ამავდროულად ჩვენ ყველანი გარკვეულ მედიკამენტების სასარგებლოდ აუცილებლად მივიჩნევთ, რომ ბევრ მათგანს ვიცით, რომ აქვს გვერდითი თანმდევი მოვლენები. ადრე ვაქცინებს ასეთი ოდენობით არ ქონდა, მაგრამ ეხლა როგორც არასდროს ამ კოვიდის ახალ ვაქცინას აქვს გვერდითი თანმდევი მოვლენები. უარყოფითითანაც. და ეს გაცილებით აღემატება ყველა სხვა ვაქცინას, რომელიც ადრე გამოყენებულ ყოფილა. ეს თანმდევი უარყოფითი მოვლენები. ამიტომ თქვენ უნდა გააკეთოთ ეს არჩევანი. შესაძლოა თქვენთვის საუკეთესო იყოს თუ მაგალითად შეიძლება დაუცველი ხართ ან რაღაცა გეშინიათ ეს თქვენი არჩევანია.
მაგრამ ვისაც აქვს ამის სურვილი, აი ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, შეგიძლიათ ამითი ისარგებლოთ. თუ ამის გაკეთება არ გსურთ. მინდა დარწმუნებულიყო, რომ ჩემს სხეულში მე არ დაუშვებ და არ შეუშვებს ისეთ რამეს, რამაც შეიძლება რაიმე ფორმით შეაფერხოს ან ზიანი მეუმიტანოს, ან შეზღუდოს ჩემი მსახურება უფლისადმი. და შეიძლება მოეწოთ ყველა საკმაოდ კაცრად განიცადოთ, მათ შორის მათაც, ვინც შეიძლება ვაქცინირებული იყოთ. ამ ექსპერიმენტში ნაყოფის ქსოვილს იყენებენ, ეს დადასტურებული ფაქტია და აქედან გამომდინარე შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს არ სურდეს ამ ვაქცინის მიღება. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს არის წმენის სინდისის საკითხი და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი განცხადება, სტეიტმენტი, რომელიც შეგიძლიათ აიღოთ და ეკლესია გარკვეულ ფონს გვაწვდის ამის შესახებ. თუ ეს გჭირდებათ, შეგიძლიათ ეკლესიის ოფისიდან მიიღოთ. კარგით? მადლობა მოსმენისათვის.